სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით პოლიციის ორი მაღალჩინოსანი ჩვენი ინფორმაციით გუშინ გვიან ღამით დააკავა. Უფრო კონკრეტულად კი საუბარია შუახევის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელზე, ეს არის ვახო თურმანიძე და ასევე მათ შორის დააკავებული არის შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების ხელმძღვანელიც და ეს არის ჩვენი ინფორმაციით ჯემალ დავითაძე. Როგორც გითხარით, ორივე მათგანს ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. გამოძიებით დადგინდა, რომ ჯემალ ვახო თურმანიძე, შუახევის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი, მის კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან დიდი ოდენობით ხის მასალის მოპარვაში ადანაშაულებდა 4 პირს და მათ აიძულებდა და ეუბნებოდათ, რომ ეს ზარალი უნდა აენაზღაურებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ის დაჭერით ემუქრებოდა და გამომდინარე აქედან დაჭერის და დაკავების შიშის გამო აღნიშნულმა პირებმა მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ ამ ხის მასალის მოპარვაში დამნაშავეები, იძულებული გახდნენ, რომ დიდი ოდენობით ხის მასალა ვახო თურმანიძისთვის მიეტანათ. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, დეტექტივების განყოფილების ხელმძღვანელს ჩვენი ინფორმაციით ჯემალ დავითაძეზე აქვს საუბარი, მას ბრალდების მხარე ბრალდება ედავება, როგორც გითხარით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რაც გამოძიების ვერსიით იმაში გამოიხატებოდა, რომ კურორტ გოდერძიზე ის საკუთარი კოტეჯების აშენების მიზნით სხვადასხვა სამშენებლო მასალის, მათ შორის ხე-ტყის მასალის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სამსახურეობრივ ტრანსპორტს და ავტომობილებს იყენებდა და ამისათვის ამას ავალებდა მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს. ადგილობრივ ოპოზიციაში აღნიშნული ფაქტი არავის არ გაკვირვებია, რადგან როგორც უფლებადამცველები და ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში არიან მხილებულები, მათ ახლა უჩნდებათ მთავარი კითხვა და ეჭვი რამდენად სამართლიანად ხდებოდა მათი მხრიდან ადამიანების დაკავება, რადგან ეს ბოლო შემთხვევა ცხადყოფს, რომ შუახევის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი 4 პირის სრულიად უდანაშაულო ადამიანის დაკავებას აპირებდა პირადი მიზნის გამო. პოლიცია და განსაკუთრებით მზემუნთიან აჭარაში კორუფციულ სქემებში მონაწილეობს და ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, ეს არ არის ახალი ამბავი აჭარაში, ეუფლება უკანონოდ გარკვეულ უძრავ-მოძრავ ქონებას იმის სანაცვლოდ, რომ მოქალაქეებს შემდეგ პირდება შემსუბუქებელ სისხლის სამართლებრივ დევნას ან საერთოდ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას. რაც შეეხება დღეს დაკავებულ პიროვნებას, ქალაქში მშენებლობაშიც კი ჰქონდა მას ინტერესი და მისი ოჯახის წევრებს. რეჟიმის შიდა კლანური დაპირისპირების ფონზე იძულებულია შიგადაშიგ აღიაროს, რომ სისტემა არის კორუმპირებული და ეს ძირმომპალი აბსოლუტურად სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი მოდელი მმართველობის აუცილებლად არის შესაძლებელი. თუმცა დღეს ამ რეჟიმს არც პედაგოგი ჭირდება, არც ექიმი, არც პოლიციელი, რადგანაც ისინი უკვე გამოიყენეს, ჩათვალეს მათ, რომ ქვეყანაში არის შიში იმ დოზით დამკვიდრებული, რომ ვერავინ ხმას ვერ ამოიღებს. რეჟიმს უწევს ამ ყველაფრის აღიარება, რაც წლების განმავლობაში ისეც იცოდა საზოგადოებამ. ეს არის შედეგი იმისა, რომ პოლიციელებს ქართულმა ოცნებამ მიანიჭა შეუზღუდავი ძალაუფლება და ისინი არიან დაკავებულები მხოლოდ იმით, რომ პირადი ინტერესი ნახონ, აიღონ ღვთამი, შეზრდილი იყვნენ კრიმინალთან და არ დაიცვან მოქალაქეების ინტერესები. ასე ხდება სწორედ მაშინ, როცა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას თავიდან ბოლომდე მიშვებული აქვს კორუფციის სადავეები და ისეთი მაღალჩინოსნები, როგორიცაა კონკრეტულად ეს პიროვნება, სხვა პოლიციის შეფები თუ სხვა ტიპის მაღალჩინოსნები ამ ყველაფერს სათავისოდ თავის დროზე იყენებდა და იყენებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ქართულმა ოცნებამ სწორედ ეს ადამიანები გაწირა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში პოლიციის მაღალჩინოსნები დააკავეს, მაგალითად ცოტა ხნის წინ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის პოლიციის დეტექტივიც დააკავა.